ხვაწლმოსილ ოზურგეთელ პედაგოგს ვენერა გოლიაძეს 100 წელი შეუსრულდა. ყველა თაობისთვის საყვარელი მასწავლებელი ისტორიას სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში 50 წლის მანძილზე ასწავლიდა. დღეს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ლეგენდარულ პედაგოგს კომპანია პარვის ჯგუფის წარმომადგენლები ესტუმრნენ და მნიშვნელოვანი თარიღის სხვადასხვა საჩუქრით მიულოცეს. პედაგოგი, რომელიც განსაკუთრებული ასაკის მიუხედავად ძალიან მხნედ გამოიყურება, სტუმრებისა და მისი ხვაწლის დაფასებისთვის მადლობელი დარჩა. მადლობის მეტი რამე თქმის. მე ფიქრობ ასეთი რა გავაკეთე, რომ ასე შეწუხდა მთელი საზოგადოება და მილოცავს ამ თარიღს. დიდი მადლობელი ვარ ყველასთან. კომპანია პარვის ჯგუფის სახელით საიუბილეო თარიღი მივულოცეთ ქალბატონ მენერას. მისი წვლილი განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლის და მოსწავლეების ისტორიებში, როგორც თვითონ ამას აღნიშნავენ ხოლმე. ჩვენი პირველი შეხვედრა შედგა მაშინ, როცა გონების კარის ეკლესიის მშენებლობის თემაზე ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეიძლებოდა რომ ეკლესიის ისტორია ხსომებოდა, იყო ქალბატონი ვენერა და მისგან მივიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ მას, ვუსურვებთ წარმატებას, დღეგრძელობას და მისი გონების მხნეობას კიდევ დიდხანს. პარვის ჯგუფის სტუმრობის შემდეგ ქალბატონ ვენერას უკვე შემოქმედის საჯარო სკოლაში ელოდებოდნენ, სადაც სკოლის ადმინისტრაციამ ხვაწლმოსილ პედაგოგს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. როგორც სკოლაში ამბობენ, მისი გაწეული შრომა სკოლისა და სოფლისთვის შეუფასებელია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენთვის. ქალბატონი ვენერა 100 წლის ხდება ჩვენი ვენერა მასწავლებელი. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი სოფელი და ჩვენი სკოლა და სწორედ გვინდოდა რომ მისი ესეთი მნიშვნელოვანი დღესასწაული სწორედ აქ აღვენიშნა, რადგან ეს სკოლა აქვს დამთავრებული 50 წელი ემსახურა ჩვენი სკოლის მომავალი თაობის და ამ სოფლის მომავალი თაობის აღზრდას. საოცარი ქალბატონია, გაწონასწორებული, კეთილშობილი, არაჩვეულებრივი პედაგოგი, პროფესიონალი, საოცარი იუმორის მქონე, უყვარს თაობებს განურჩევლად. ზოგმა მისი პროფესიაც კი აირჩია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან უყვარდათ ვენერა მასწავლებელი, ზოგადად პედაგოგობა და გარდა ამისა ისტორია, აი ამ მიმართულებითაც არიან მყავს ისტორიკოსები და მისი მიმდევრები. უყვარს სოფელს, ის არის ცოცხალი მატიანე, აი ამ სოფლის